გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ გლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ გლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს განვიხილავთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. კარგად მოგეხსენებათ, ამ რამოდენიმე დღეების უკან დაანონსდა ტრამპი პუტინის შეხვედრა. ეს იყო მართლაც მოულოდნელი გადაწყვეტილება და მოულოდნელი განცხადებები საზოგადოების დიდი ნაწილისათვის და რაც შეეხება შეხვედრის ადგილი დასახელდა ბუდაპეშტი, სადაც აი ამ ტერიტორიის დასახელებამ და ამ ქვეყნის დასახელებამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თვითონ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებში. ყველაფერი აბსოლუტურად გააკეთეს, ყველაფერს კადრულობდნენ და ყველაფერს იგონებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს და არ შემდგარიყო ვარშავაში, მაპატიეთ ბუდაპეშტში და ამ შეხვედრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი არ უნდა ყოფილიყო ორბანი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ორბანის დამოკიდებულება საერთოდ დღევანდელ ევროპულ პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში ის ძალიან კრიტიკულად გამოირჩევა და სამართლიანი კრიტიკა არის მისი მხრიდან და სამართლიანი ბრალდებები არის სწორედ ევროპის პარლამენტარების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგ და ასევე ლიდერების წინააღმდეგ. ამიტომ სწორედ ეს ლიბერასტული დაჯგუფებები იყო, რომელმაც ლიბერასტულმა დაჯგუფებებმაც აქტიური კამპანია დაიწყეს როგორც ორბანის წინააღმდეგ, ასევე ამ შეხვედრის ჩაშთასთან დაკავშირებით. ეხლა ყველანი მოველოდით, რომ უმოკლეს ხანში გამოცხადდებოდა თარიღი, თუ როდის უნდა მომხდარიყოს შეხვედრა და როგორ იქნებოდა ამ შეხვედრის ფორმატი, მაგრამ რატომღაც ეხლა რამოდენიმე დღის უკან გაკეთა განცხადება და ასეთი რომ ვიტყვი განცხადების საფუძველზე შეხვედრა გადაიდო, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განმარტება თუ რატომ გადაიდო ეს შეხვედრა. ნუ ახლა მან თქვა გასაგებია და სწორიც არის და ასეც უნდა იყოს. ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი შეხვედრა და ამ შეხვედრას სჭირდება ძალიან სიღრმისეული მომზადება და ამ სიღრმისეული მომზადების საფუძველზე ამ შეხვედრამ გამოიწვიოს კიდევ შემდგომი შეხვედრის სურვილი. ეს მართალიც არის, მაგრამ მეორედ აქეთ ეხლა ცალკე ეს ლიბერასტული მხარე სულ სხვა განცხადებებს აფცელებს და სულ სხვა თავის მოსაზრებებს ახევს თავზე საზოგადოებას, რომ მათმა თითქოს და თავიანთი რაღაც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და გარკვეული ბრალდებებიდან გამომდინარე მოახდინეს ის, რომ მიაღწიეს იმ შედეგს, რომელიც შედეგის საფუძველზეც ამბობენ თავად, რომ ეს შეხვედრა არ შედგება. ახლა თვითონ ის ადამიანები, ის პირველი პირები აცხადებენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ასევე ამერიკის პრეზიდენტი, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთსო და ახლა გაუგებარი არის ეს ლიბერასტული ლიდერები, რატომ ასე პირდაპირ დამაჯერებლად საუბრობენ და დამაჯერებლად აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, რომ ეს შეხვედრა აღარ შედგება. დღეს ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლკოვნიკი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბატონი კონსტანტინე და ჩვენი ხშირი სტუმარი არის ბატონი კონსტანტინე და მას არაერთი შეფასებები გაუკეთებია ამ გადაცემაში და არაერთი ანალიზი გაუკეთებია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დღესაც ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და განვიხილავთ სწორედ აი ამ გარკვეულ გაუგებრობებს, გარკვეულ რაღაც ეჭვებს თუ რატომ მოხდა ამ შეხვედრის გადადება და რა არის მიზეზი ამისა და ბატონო კოტე მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისათვის სტუდიაში. ბატონო კოტე, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონო კოტე, ჩვენს და თქვენს კარგად იცით და ძალიან აქტიურად იყო დღეს წესრიგში ტრამპი პუტინის შეხვედრა და თითქოს და ყოველდღიურად ველოდებოდით ჩვენ თარიღის დასახელებას, მაგრამ რატომღაც ახლა ვიცით, რომ ბევრი წინააღმდეგობა ქონდა მას ყველაფერს და დღესაც ბევრი წინააღმდეგობა აქვს და
თითქოს ეჭვი გახდა საზოგადოებაში ესეთი რომ მიაღწია შედეგს ლიბერასტულმა იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და შეხვედრა ჩაშალესო. რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სხვა რაღაცას ხადებს და მაგრამ კომუნიკაცია მაინც იყო, ხო, პრეზიდენტ ტრამპს. ანუ რა ხდება ახლა ბატონო კოტე, რა მინდა გითხრათ. გაგრძელდება და ანუ დღის წესრიგში რჩება და ძალაში რჩება ეს შეხვედრა თუ რასაც ლიბერასტული მხარე აცხადებს ახლა რომ აღარ შედგება დღის წესრიგში რჩება, ნამდვილად მინდა გითხრათ ბატონ ტრისთან და ეს მეტილად დამოკიდებულია ფრონტის ხაზზე ვითარებაზე, რომელიც სკრუპულოზურად ძალიან სწრაფად იცვლება და იცვლება არა უკრაინის სასარგებლოდ, არამედ ჩვენ მაგას განვიხილავთ, მაგრამ ახლა ჩვენ მოდი ამ შეხვედრაზე ვისაუბროთ. ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, რომ აი ასე დაჩქარებული წესით, აი ახლა შეხვედრიდან შეხვედრამდე პერიოდს თუ ამას არა ისე დიდი დრო არ არის გასული. არ არის გასული იმ შეხვედრიდან, ამიტომ ეს შეხვედრა აი ამ შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა მე ვფიქრობ ეს ჩემი აზრია განპირობებული იყო ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული აი ამ მე ვიტყოდი პროვოკაციული უფრო პოლიტიკური მოხმარებისათვის გადადგმულნების რაც შეეხებოდა ეგრეთ წოდებული ტომოგავკების გადაცემას უკრაინული მხარისათვის, ხო? ეს იყო პოლიტიკური შინაარსის ჩვენ ამაზე წინა გადაცემაში ვთქვით, უფრო პოლიტიკური მოხმარებისათვის იყო, მაგრამ რუსულმა მხარემ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ გამოიჩინა მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ისინი მიხვდნენ თუ ასეთ ისა რა ქვია განზრახვას ექნებოდა რეალიზაციის შემდგომი რეალიზაციის ნიშნებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, მაშინ ამას მოყვებოდა საკმაოდ სერიოზული ესკალაცია და დაპირისპირება აი ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის, იმიტომ რომ ბუნებრივია აი ამ ტიპის იარაღის გადაცემა პრაქტიკულად იმ იარაღის, რომელსაც შეუძლია ატომური კომბინების დარება, ხო? და რომელიც არის მართვადი, ასე ვთქვათ, და მას სჭირდება დიდი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა იმისათვის, რომ თავისი საბრძოლო ამოცანა შეასრულოს. ამ დანიშნულების იარაღმა ამას მოყვებოდა შესაბამისი ინსტრუქტორები, შესაბამისი ასე ვთქვათ უზრუნველყოფა, შესაბამისი უზრუნველყოფა კოსმოსიდან და ასე შემდეგ. ეს არ იყო მარტივი იარაღი და არ იყო მარტივად გადასაცემი იარაღი. ნუ თავშივე ჩვენი ასე ვთქვათ ანალიზი იყო სწორი, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო პოლიტიკური შინაარსის ძირითადად პოლიტიკურ დათვას უფრო ატარებდა და უფრო ამერიკელების მხრიდან რუსეთის რეაქციების და რუსეთის ასე ვთქვათ შემდგომი რეაქციების გამოკვლევისაკენ იყო მიმართული. თუ რა განზრახვა შეიძლება მოყოლოდა, ამას რა ქმედებები შეიძლება მოყოლოდა ამას რუსეთის ასე ვთქვათ უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ დავაკვირდით, რომ იყო გაცემული შესაბამისი პასუხი რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ და არა მარტო მის მიერ, საგარეო უწყების მიერაც და მათ მკვეთრად თქვეს, რომ ეს არის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. მე მახსოვს და უსმენდი პრეზიდენტ პუტინს, რომ მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე და ახსნა ის, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ამას სჭირდება თავისი ლოჯისტიკა, შესაბამისი, ხო, ამას სჭირდება მომზადება, შესაბამისად და ამას ვერ ისვრიან ამერიკელების გარეშე. კი ბატონო. ხო? რადგან ეს არის საიდუმლო იარაღი და კიდევ უფრო არგუმენტაცია რომ მოვიყვანოთ, რატომ იყო ეს პოლიტიკური მოხმარებისათვის გაკეთებული განცხადება. იცით რა, იმისათვის რომ ზიანი მიაყენოს მაგალითად უკრაინულმა მხარემ ტამაგავკებით რუსეთს, ხო, მას მინიმუმ დაჭირდება 1800-დან 2000 ერთეულამდე ასეთი ტამაგავკის მიცემა. ეს გახლავთ მთელი ამერიკული, ასე ვთქვათ, და მე მგონი სულ მაგათ 4000 თითქმის მეოთხედი 8000 ერთეული აქვთ მათ ასეთი ტამაგავკი, ზუსტად გეტყვით ახლა ციფრს 8959 არის შეიარაღებაში დღეს შეიარაღებულ ძალებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქედან წარმოგიდგენიათ, ესე იგი მის
ესე იგი კონკრეტული საკითხი რო გადაეწყვიტა რუსეთის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად საჭირო იქნებოდა 2000-მდე ასეთი ერთეულის გადაცემას. ეს აღარაფერს ვამბობ, რამხელა ფინანსურ დანახარჯთან იყო, როდესაც თვითონ ამაგავკიღეს $1,300,000, ხო? გაამრავლეთ ეხლა ეს $1,300,000 2000-ზე და რამხელა თანხებთან იქნებოდა ეს საუბარი, გარდა იმისა, რომ შეერთებულ შტატებს დააკლდებოდა ეს, ხო? და ეს ჩვეულებრივად საკმაოდ მის ბიუჯეტს. ხო, და საბრძოლო მზადყოფნაზე და მის ბრძოლის უნარიანობასაც. საბრძოლო მორიგეობაზე დგას, ხო? ეს უნდა მოხსნან ზოგი უნდა ესე იგი მათი იმიდან რა ქვია, ეგრეთ წოდებული შენახვის ადგილებიდან იქნას გამოტანილი, ხო? და რეზერვში რომელიც გააჩნია, ხო ეს რეზერვი იმას ნიშნავს, რომ ის თუ ძირითადი გამოიყენოს რეზერვ უნდა შეავსოს. ეს ძირითადი. ესეთი თემაა. მე არავინ არ იყო დარწმუნებული და არც შეერთებულ შტატებში არ არის დარწმუნებული, რომ იმ სარაკეტო დანადგარში არ აღმოჩნდება უცებ ქობინი. ბირთვული ქობინი. ესმით, ამას შეიძლება ეს ამერიკელები უფრო ამან დაამუხრუჭა. ამერიკელები და მათაც იგრძნეს პასუხისმგებლობა, რომ ამას შეიძლება მოყოლოდა საკმაოდ სერიოზული გართულება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. და არა მარტო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, ამას პლანეტარული გართულება მოყვებოდა შემდგომ და გადავიდოდა ეს კონფლიქტი ძალიან სერიოზულ კონფლიქტში ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის და რუსეთს შორის, ხო? რუსეთს შორის, დიახ. ამიტომ ამას ეს ესკალაციის ეს ფაქტორი და უფრო ეს განპირობებული იყო, მე რამდენადაც ვიცი, ეს უფრო რუსეთის ინიციატივა იყო, რომ შემოვხდარიყო ამ შეხვედრას და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო ეს ამაგავკების თემა და ამაზე დალაპარაკება უნდა მოხდარიყო, მაგრამ შემდგომ ამერიკელებმა შეცვალეს თავიანთი პოზიცია და ამ შეხვედრის საჭიროება, ჩატარების საჭიროება პრაქტიკულად უკვე აღარ იყო. ამერიკელებს ჰქონდათ წინადადება ასევე კონფლიქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ შეჩერებულიყო ეს კონფლიქტი დღეს აი იმ ზოლზე, ფრონტის ხაზზე, სადაც დღესდღეობით იმყოფება შეიარაღებული ძალები რუსეთის და თავდაცვითი ძალები უკრაინის, ხო? დაახლოებით აქ გაყინულიყო ეს კონფლიქტი გაჩერებულიყო, მაგრამ ამაზეც მოლაპარაკება ძალიან რთული თემა იქნებოდა, იმიტომ რომ დასავლეთი და მათ შორის დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთიც და გერმანიაც აქტიურად არიან მოწადინებული იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს დიდხანს და სერიოზულად იქნას რუსეთის ძალები ამაში ისინი ფიქრობენ და მცდარად ფიქრობენ ამას, რომ რუსეთს გამოელება რესურსები, რუსეთში შეიქმნება ფინანსური პრობლემები და ასე შემდეგ. პატარა მაგალითს ვიტყვი ბატონო ტრისთან, რაც შეეხება ბოლო სანქციებს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დააწესა დღეს რუსეთისათვის ნავთობთან დაკავშირებით, ამან პირიქით გაზარდა ნავთობის ფასი და ნავთობის ფასის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნიშნავს რუსეთისთვის დამატებითი შემოსავლების მიღებას, ხო? უკვე ეფექტი გამოიწვია. ამიტომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. თვითონ უკრაინელებიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამან დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინელებსაც. აი ამიტომ ისინი იძულებული არიან თავიანთი ესეთ ნავთობისა და აი ამ საწვავით უზრუნველყოფა მოახდინონ ევროპის ქვეყნებიდან. და ორმაგი გადაიხადო. ხო, და როგორც აღმოჩნდა, ხო, ისინი სლოვაკეთიდან ყიდულობდნენ, ძირითადად სლოვაკეთიდან ყიდულობდნენ და შემოქონდათ საწვავი. და სლოვაკეთი ამავე დროს რუსეთიდან ყიდულობს იმას, რა ქვია, ნავთობს. ფაქტიურად რა გამოდის, რომ უკრაინის სასაცილო სიტუაცია რა. უკრაინელები ომობენ რუსეთის ნავთობით. რუსების ნავთობით ომობენ. რუსების ნავთობით. ხო. ამ ამაში იხდიან კოლოსალურ თანხებს
და ეს თანხები საბოლოო ჯამში არ არის გამორიცხული და დაკავშირებული იყოს იგივე კორუფციის თემასთან უკრაინელ მაღალჩინოსნებშიც, ხო? არა, კორუფცია უკვე კორუფციის საკითხი აი ამ მიზეზებისა გამო კორუფციის საკითხი უკვე საკმაოდ გამოჩნდა. ამ შეხვედრის ჩატარება ამ ეტაპზე უკვე გარკვეული იქნა ეს ყველაფერი, შედგა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარიც და ამ სატელეფონო საუბრის შედეგად მე ახლა ზუსტი შინაარსი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ხვდები, რაზე იქნებოდა საუბარი და ძირითადად იქნებოდა ამაზე საუბარი, ხო? ხო. და საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა გადაიდო, მინდა ვთქვა, და გადაიდო იმ მომენტისათვის, როდესაც რუსეთი ფაქტიურად შეასრულებს თავის ძირითად ამოცანას და მის ანუ ბატონო კოტე ჩაგეკითხებით ახლა თქვენ ძირითადი დატვირთვა ამ შეხვედრის იყო ასეთი ის გააკეთეთ ახლა თქვენ ახსნა ამასთან დაკავშირებით თუ იქ იყო ტომოგავთთან დაკავშირებით რომ მე სემბონია რომ ეს ტომოგავთი ეს გასაგებია შემდგომ ესკალაცია ასეც იქნებოდა ეს იმიტომ რომ უკრაინა არაფერში არ იყო უკრაინის არა უკრაინასთან მიმართებაში არაფერში არ იყო აქ უბრალოდ საშიშროება წამოვიდა შეთანხმება იმიტომ რომ ახლა თქვენ გაგად გამოგიხსენებათ ამ რაკეტის გამოყენება და ამ რაკეტის ახლა კობინა რა აღმოჩნდებოდა და რა იქნებოდა არევინ არ იცის და ის იქნებოდა ბირთვული თუ არა ბირთვული ახლა მაგეთ კითხავას შეიძლება ბინძური ხო ამის საშუალება უკრაინაში მაგეთ კითხავას ახლა რუსეთი არ დაეწევდა ხო როგორ თქვა რომ უკრაინაში შესაძლებელია მოძიება იმისათვის რომ დამზადდეს ბირთვული კობინი მე ვიძახი არა აი რას ეძახიან მაგას უწოდებენ უფრო მას რა ქვია ბინძურ ბომბს ქიმიური ბომბი ქიმიური დიახ რომელიც არა იგივე რადიოაქტიული იმით გაჯერებული კი ბატონო კი ბინძური ტაქტიკური ასე ვთქვათ ხო და რა მინდა გითხრათ ახლა ნუ ესე იგი ბირთვული დარტყმა მიეყენებინათ ხო რა მინდა გითხრათ ახლა ბატონო კოტე ესე იგი ის საფრთხეები მოიხსნა რომელიც საფრთხეებიც არსებობდა და ეს ტომოგავკების გადაცემის საკითხი უკვე ალბათ ერთხელ სამუდამოდ უკვე ეს გვერდზე გადაიდო და ამას არ განიხილავენ რადგან ერთმა მხარემ და მეორე მხარემაც კარგად აღიქვეს. ხო, ამას სერიოზული ესკალაცია. კარგად აღიქვეს ეს ყველაფერი თუ რას მოუტანდა, ერთი რაკეტაც წასული იყო. თქვენ ახლა ისიც ახსენეთ, რომ ამას უკრაინული მხარე და უკრაინის ჯარები ამას ვერ განახორციელებდა, იმიტომ რომ ეს არის საიდუმლო რაკეტა არის, პროგრამირება და ყველაფერი რაც უნდა მოხდეს და მართვა ამ რაკეტის ხდება პენტაგონიდან, ხდება ამერიკის სამხედრო კონტინგენტიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ამერიკა ერევა უკვე ოფიციალურად თან ამას რა მოყვა ამ კონფლიქტში ხო ამას რა მოყვა პრეზიდენტის განკარგულება პუტინის განკარგულება იყო ბირთვული ძალების ასე ვთქვათ საბრძოლო სულ საბრძოლო ზატყობაში მოყვანა ხო საბრძოლო სწავლებების ჩატარება და ასე ვთქვათ სამივე კომპონენტი იყო მიწა ხმელეთი და კი ჰაერი გამოყენებული ამ შემთხვევაში ამ სწავლებებმა ჩაიარა საკმაოდ მაღალ დონეზე და ესეც იყო პასუხი შეერთებული შტატების მისამართით და ნატოს მისამართით რომ ბირთვული ასე ვთქვათ ძალები მათ მოწყობში ყავდა ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს გასცემდნენ ამას და სწორედ ეხლა ამერიკაშიც და ადმინისტრაციაშიც არზიან იდიოტები მინდა ვთქვა იქაც სერიოზულად აფასებენ ასეთ მდგომარეობას და ამით მიხვდნენ რომ რუსეთის ნამდვილი განზრახვა რომ ისინი უკან არ დაიხევენ შესაბამისად თუ მათზე მოხდება ასეთი ტიპის იარაღი თავდასხმა ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული ისევე რუსეთის მხრიდანაც ამიტომ საკმაოდ აი ამ სერიოზულ წერტილს მიაღწია მე ეს შემიძლია შევადარო დაახლოებით კარიბის კრიზისის აი ამ ცნობილ ხრუშოვის დროინდელ 62 წლის აი ამ კრიზისს როდესაც აი ესეთი ბირთვული დაპირისპირების საფრთხე იყო და ეს იყო საფრთხე და ტამაგავკის გადაცემას და მის გამოყენებას ხო ეს ატაკამსი არ არის და ეს არც საჰაერო თავდაცვის სისტემაა მინდა გითხრათ პეტრიოტის სისტემა რომელიცაც გადასცემდნენ და არც F-35-ები და არც F-15-ები. F-16-ების ხო საერთოდ ამოვიწურეთ, თემა აღარ არის, მაგის ცხენებაში აღარ არის უკვე გასულ. ხო, არა, იქ ახლა წავიდა საუბარი, ტანგები გადაცემდნენ მირაჟებს და კიდევ საჰაერო თავდაცვის. ხო, მაგრამ ნახეთ ახლა ჩვენ გვახსოვთ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ტომოგავკების გადაცემის შემთხვევაში პუტინმა პირდაპირ ღიად განაცხადა და გააკეთა განცხადება.
ანუ ჩვენო ამ შევხედავთ რომ რაკეტა წამოვიდა ჩვენს მიმართულებითო ჩვენ საპასუხო ქმედებას მივიღებთო და დავარტყამთ იმ ქვეყანას რომელი ქვეყანაც ეს რაკეტა წამოაო ხო აქ არ იყო უკრაინა და საუბარი და უკრაინაში ეს რაკეტა არ იქნებოდა გასროლილი და თუნდაც უკრაინის ტერიტორიიდან ყოფილიყო გასროლილი ხო მართლა საიდან იქნებოდა ბატონო გოდე თვითონ ამ რაკეტას ხო ამერიკის კოსმოსიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ხო? ანუ მან პირდაპირ ხო ჩვენ დავარტყამთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგის საშუალება ჩვენ გაგვაჩნია და მე რამდენადაც ვიცი ბატონ ტრისთან ხო ამერიკულმა მხარემ ამ ბოლო დროს შეწყვიტა რომ ამაზე არ აფიშირებენ და არ საუბრობენ სადაზვერო მონაცემების მიცემა უკრაინული მხარისთვის. ახლა ფაქტურად იგი ამერიკელები მართავდნენ ყველაფერს დაზვერვის კუთხით. ხო და ბრიტანელები, ამერიკელები და ისრაელის დაზვერვა. კი ბატონო, არა ისრაელი ამ შემთხვევაში უკვე ჩახსნილია. ჩახსნილია, მინდა გითხრათ, ამერიკელები. ნუ თავიდან ხო იყო ამ პროცესებში ჩართული. აძლევდნენ ხოლმე აი ამ სადაზვერვო მონაცემებს, ანუ იმ წერტილებს, დარტყმის ადგილებს, სადაც უნდა უკრაინელებს შემდგომ განეხორციელებინათ თავიანთი, ასე ვთქვათ, წერტილოვანი დარტყმები. და მე რამდენადაც ვიცი, ხო, ეს ამ სადაზვერვო ინფორმაციის გაცემა ფაქტიურად დღესდღეობით აღარ ხდება და სხვათა შორის ფრონტზეც ძალიან სწრაფად იცვლება უკვე ვითარება და ამერიკელები აცნობიერებენ ერთ საკითხს, რომ დადგება როდესღაც დროს, როდესაც ფრონტის ხაზი მთლიანად ჩამოიშლება და უკვე მაშინ იძულებული იქნებიან, რომ შედგეს გარკვეული სახის მოლაპარაკება, მაგრამ ეს მოლაპარაკება კიდევ ვიმეორებ, არაერთხელ გამიმეორებია, რომ არ იქნება ზელენსკისა და ზელენსკის მონაწილეობით. ეს არ იქნება ზელენსკის იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მე კარგად ვიცნობ რუსეთის, ასე ვთქვათ, ხელისუფლების დამოკიდებულებას აი ასეთი საკითხებისადმი, ისინი არ დაჯდებიან იმ ადამიანთა მოლაპარაკებაზე, ვისი ლეგიტიმაციის საკითხიც არის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ის არალეგიტიმური პრეზიდენტია დღესდღეობით, გინდა ისე ილაპარაკეთ, გინდა ასე ილაპარაკეთ, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი არის დღეს გატოლებული ნულთან. ამიტომ ყველაფერს აკეთებს დღეს ზელენსკი, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება აი ამ ფონზე, მაგრამ ამას ახერხებს ის დიდი სისხლისღვრის ხარჯზე საკუთარი მოსახლეობის, რაც საბოლოო ჯამში მისი საბოლოოდ გასამართლებით დასრულდება ადრე თუ გვიან. მისი ფიგურის ის ვერსად ვერ დაიმალება ვერც შეერთებულ შტატებში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ფაქტიურად ის აი ამ მოვლენებმა, როდესაც მას შეეძლო ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, მას როგორც პასუხისმგებელ არჩეულ მაშინ ჯერ კიდევ ისა რა ქვია არჩეულ ლეგიტიმურ პიროვნებას შეეძლო აი სტამბოლში რასაც თავაზობდა რუსეთი. ხო, რასაც თავაზობდნენ, ამაზე წასულიყო და არ დაეჯერებინა ბრიტანელებისათვის, ხო? და დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ის ბორის ჯონსონი იყო, რომელიც ჩააბუჭა ყველაფერს. ჩვეულებრივი მარიონეტი იყო, ჩვეულებრივი და იძულებული იყო, რომ რაღაცეებისა გამო დაახოლოდა ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მიიღო შედეგად ის, რომ 1,700,000 სამხედრო მოსამსახურე კიდევ დაემატა ამას, ეს არის მათი ოფიციალური მონაცემები, მინდა გითხრათ, სამხედრო მოსამსახურეზე აქვს საუბარი და არა სრულ მოსახლეობაზეა საუბარი. კიდევ სხვა საკითხია. ხო, სლავებისა, საჯიში ბიჭებისა ჩაწვენილი იქნა შავ მიწაში და ეს არის ძალიან მძიმე გამოსათქმელი და ძალიან მძიმედ სათქმელი და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე არ ვიცი ადამიანს, რომელსაც ანდო ქვეყნის მართვა ხალხმა როგორ უნდა გაწირო ამის შემდეგ და გაწირო ფაქტიურად გაწირა თავის ამორჩეველი ყველა გაწირა რაღაც ევროკავშირში თუ ნატოში გაწევრიანებისა და სრულ ასე ვთქვათ აი ამ დაპირებებისა გამო. ჩვენ ნახეთ კიტ კელოგის განცხადება ამ გენერლის, ამერიკელი გენერლის, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ არც არავინ აპირებს ნატოში არც უკრაინის, არც საქართველოს, არც მოლდოვის მიღებას. ნუ თუ ეს განცხადება არ უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი ჩვენი პოლიტიკოსებისათვის, იგივე უკრაინელი პოლიტიკოსებისათვის, იგივე მოლდოველი პოლიტიკოსებისათვის, ხო?
ჩვენ მოდი დავანებოთ მათ თავი ამ შემთხვევაში ჩვენზე ვართ საუბარი. ჩვენთვის არ უნდა იყოს ეს ჩვენი სასწავლებელი. კი ბატონო. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხო სპეციალური წარმომადგენელი გენერალი აკეთებს ესეთ განცხადებას, რომ ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს, მაშინ სად მივდივართ მითხარით ბატონ ტრისთან. ხო? კი ბატონო. აი LGBT ლიბერალურ ევროპაში გვინდა გავწევრიანდეს. არა, ართი გავწევრიანდებით, არავინ აბსოლუტურად ჩვენ არა ვართ. რისთვის გვინდოდა ეს დასავლური, მოდი აი მას გავცეთ პასუხი. რისთვის სჭირდებოდა საქართველოს ეს დასავლური ორიენტაცია და პირველი უმთავრესი რაც ხო უსაფრთხოების ქოლგა, ხო? მე სად არის? თუ არა გაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგას, არც არავინ გპირდება ამ უსაფრთხოების ქოლგას. ვინ გპირდება? თუ ამერიკის შეერთებული შტატები შენ ამ 35 წლის განმავლობაში არ გაძლევს მოკავშირეობას ისეთ ფორმატს, როგორიც აქვს სამხრეთ კორეას, ისრაელს, ხო? და აი ეს ურთიერთობები როგორც აქვს დალაგებული, რომელიც აიძულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? უსაფრთხოების ქოლგა უზრუნველყოს იგივე ამ სახელმწიფო ასეთ ფორმატში თუ არა ხარ, როგორი შენი მეგობარია ის აგიხსენით. მე არ მესმის მარტო სამხრივი მეგობრობის, სულ მე ვარ შენი მეგობარი და შენ რატომ არ ხარ შენი მეგობარი მაშინ, ხო? ხო შეგვიძლია 35 წლის განმავლობაში კიდე დაუბრუნდები ამ არ შემიძლია. ბატონო გოთე, მომის 6 მილიარდიანი დახმარება. ნუ არაფერი კაცო ტყუილია ყველაფერი. 6 მილიარდიანი დახმარება. ტყუილია ყველაფერი, ტყუილი. ხო, რომელიც ნახევარზე მეტი იყო ატკატი, მინდა გითხრათ, ნახევარზე მეტი დაბრუნდა იქ. ნახევარზე მეტი აღმოჩნდა სააკაშვილების და ნაციონალური მოძრაობის და აგერ რევოლუციას ხარდება ჯიბეში, რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ ჯიბეში არაფერი, კეზერაშვილის ჯიბეში აღმოჩნდა, მინდა გითხრათ, ამ კასერის ჯიბეში ეს თანხები, როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდელი აი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც თავის დღე ბიზნესში არ გაუტარებია და იოსებიძეზე 60-ოთახიანი ბინაში ცხოვრობდა 2000 სანამ მოვიდოდა და თანამდებობებზე დაიწყებდა სიარულს, არა რომელი ბიზნესები ქონდა მას, ხო? ბატონო გოთე, აი ამ ხალხს გასაგები ეგ ყველაფერი მაგას ჩვენ ეს კეზერაშვილის და მაგათი ეს დანაშაულებრივი სქემები ჩვენ კარგად ვიცით, ჩვენ მოდივ ახლა ისევ დაუბრუნდეთ ამ ტრამპი პუტინის შეხვედრას, ნახეთ ახლა რა ხდება. ვის ინტერესებში დღეს შედის ამ ომის შეჩერება და რატომ არ ჩქარობს რუსეთი დღეს ცეცხლის შეწყვეტას და რატომ დღეს აი ესე თავგამოდებით ტრამპი არის აი ესე გამოსული და პირდაპირ ღიად მოქმედებს და ხმალამოღებული ბრძოლობს იმისათვის, რომ როგორმე მოახდინოს აი ამ შექმნილი მდგომარეობის ლოკალიზება. პუტინს არ ეჩქარება. არ ეჩქაროს პუტინი. ეს მშვენიერი ადგილია ბატონო ტრისთან. ეს გადაქცეულია ეს რეგიონი ახლა თანამედროვე იარაღის გამოცდის საშუალებად, მინდა გითხრათ და ასეთი კარგი ნოყიერი ნიადაგი იმისაც რომ გამოცალოს შენი ახალი ასე ვთქვათ გამოგონებები ხო იგივე ტექნოლოგიების დარგში იგივე ახალი საბრძოლო ტექნიკის დარგში ასეთი საშუალება არ ექნებოდა მშვენივრად ცდის რუსეთი და იმასაც კი ახერხებს რომ მოახერხა რომ ბურევესნიკი გამოაჩინა შესაბამისად ის რა ქვია ახალი ბალისტიკური ასე ვთქვათ რაკეტა რომლის ასე ვთქვათ მოქმედების რადიუსი არის შეუზღუდავი 14000 კილომეტრი იფრინა და შესაბამისად 15 საათი იყო და ახორციელებდა მანევრებს სხვადასხვა მანევრს და ვერ იჭერს ესეთი რადიოლოკაციური სადგური რადიოლოკაციური სისტემა ვერ იჭერს ხო გარდა ამისა ხო იგივე კინშალის გამოცდაც ხდებოდა იგივე ორეშნიკის გამოცდა მოხდა იგივე ლაზერული აი ამ დანადგარების გამოცდა მოხდა რითიც საფრთხე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ახალი საშუალებების გამოცდა მოახდინა კი მაგრამ აი მე რა მიკვირს იცი ჩვენი საზოგადოების ბატონ ტრისთან იძახიან რომ და დასავლეთისაც იგივე ხო მეტი რა უნდა თქვან აი სტრატეგიულად ტაქტიკურად რუსეთი იგებს ომს აი ესე ამბობენ რა და სტრატეგიულად რუსეთი დამარცხდა ეს როგორ ერთი აი ახსნან ერთი მე ვერ წარმოვიდგენია ამას ფათაშორის სამხედროებიც იძახიან და ეს ჩვენი ირტვი გამორიცხილები ხო აგერ ხო არა ესენიც და ზოგიერთი იქ ლიბერასტული იმით იდეოლოგიით გაჟენთილები რომ არის თქვენ ამაც ხონებულებო თუ იძახით რომ რუსეთი ომს აგებს
ეს ტერიტორიები რო გადადის თანდისთან რუსეთის ხელში, როგორ აგებს ჯერ გამაგებინეთ, ან დებილი და შტერი გონია ისა რა ქვია ქართული საზოგადოება ამ ხალხს, რომ ჩვენ ვერ უყურებ და ვერ გძნობთ სად არის ისა რა ქვია დღეს მით უმეტეს აი ამ ტექნოლოგიების ეპოქაში. ჯაგერ ახლა კუპიანსკი თითქმის უკვე აიღო და მეშოქში მოაქცია. ბატონო ტრისტან 33 ბატალიონი არის მოქცეული კუპიანსკის მხარეში, მაშინ რა ქვია, და 18 აქეთ მეორე მხარეს სამხრეთში და ეს დათვალეთ რამდენია რა. დაახლოებით საუბარი მიდის 15500 იმაზე რა ქვია, სამხედრო მომსახურეზე. ესენი არის მოქცეული თან ეს როგორი ნაწილია? ეს არის ნაწილი, რომელსაც კბილებით უჭირავს და ბრძოლისუნარიანი ნაწილებზეა საუბარი. ფაქტიურად ეს ქობი რო შეიკრება ეს ეგრეთ წოდებული ქვაბი, ხო? ამის შემდეგ ჩამოშლილია მთელი ფრონტის ხაზი. ფრონტის ხაზი მით უმეტეს, როდესაც რუსებმა მოახერხეს სამხრეთში და ამას მე არ ვსაუბრობ, ამას ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ, მოახდენს პლაცდარმის შექმნა სამხრეთში, ხო, მდინარე დნეპრის მეორე მხარეს და ფაქტიურად ეს არის მომავალი ახალი მიმართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს საბრძოლო მიმართულების თეატრი იყოს ოდესის მხარე და იგივე ჩვეულებრივად უკრაინის მოწყვეტა მთლიანად იმიდან რა ქვია ზღვიდან. ეს უკვე შემდგომი განვითარება მოვლენების გაგრძელდება ომი ამ მიმართულებით გააგრძელებს უკრაინა წინააღმდეგობას, მათ შეუძლია ფაქტიურად იქცეს ისეთ ქვეყანად, რომელსაც აღარ ექნება შესაბამისად ზღვა და ეს რას მოუტანს მის ეკონომიკას შემდგომში და რა მდგომარეობაში ჩააგდებს თვითონ ამ სახელმწიფოს, ხო? თუ დარჩა ის სახელმწიფო საერთოდ შემდგომში. ეს ამაზე უნდა იფიქრონ და უნდა იფიქრონ. ზღვას ისეთ და საკონტროლებს ახლა რუსეთი. წდომა შავ ზღვაზე მთლიანად უკრაინის მიმართულებით წდომა. ახლა კი მართალია იქ ოდესის იმაში არა აქვს ის არ აყავს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, შეყვანილი მაქვს ქვედანაყოფები და ისინი, მაგრამ სარაკეტო წდომები აქვს. მე მაინც ვფიქრობ ერთ რამეს ბატონ ტრისტან, რომ რუსეთი არ იზავს იმას, რომ კიევში ტანკით შევიდეს. არა, ეგ გამორიცხული მაქსისულელი იქნება. ხო, არა, რატომ იცი? არა, გამო კიევში ჯერ არც აკადრებს სლავებს ამას და მეორეც მე თავიდანვე თქვი, როცა ეს კონფლიქტი დაიწყო, რომ რუსეთი მეთქი მდინარე დნეპრს რომ მიაღწევს ამ მთლიანად ამ ლუგანსკის, დონეცკის და ამ ოლქების იმაში, რა ქვია, იმას რაც დეკლარირებულია უკვე და ფაქტიურად მის შემადგენლობაშია კონსტიტუციით გარანტირებული, მეთქი მდინარე დნეპრს რო გადალახავს და ამაში მოვიაზრებდი მე კიდევ ხარკოვის ოლქსაც და დნეპროპეტროვსკის ოლქის გარკვეულ ნაწილსაც და გითხრათ, აი გაჩერდება ეს საბოლოო ჯამში ეს და იქიდან დაიწყება მეთქი მოლაპარაკების საერთო წერტილი და ალბათ ამას უნდა ჩვენ უკვე მივამატოთ ოდესის ოლქი და უნდა მივამატოთ უკვე ის რაიონები, იმიტომ რომ ახლა ოდესის ოლქი მაგას ჭირდება და რატო ჭირდება რუსეთს? იმიტომ რომ მას ტირასპოლზე გასაჭირდება. ხო, რა თქმა უნდა. ტირასპოლში მას ჯარები ყავს, ტირასპოლში უზარმაზარი საცავები არის, ტექნიკის შეიარაღების, კიდევ გარკვეული შემაკავებელი ფაქტორისათვის. ინტერესი არის კიდევ ნატოს ქვეყანა, იგივე რუმინეთი. რუმინეთი ხვირწინ არის აგერ და შავი ზღვის უსაფრთხოების ასე ვთქვათ თემატიკისათვის რუსეთს ეს თავისი სტრატეგიული ამოცანა მისთვის და ამ სტრატეგიულ ამოცანას ის მიაღწევს. ამიტომ საუბარი იმაზე ბატონ ტრისტან რომ გვეუბნებიან რომ აი რუსეთი აგებს ომს როგორ აგებს ომს? ახლა ესე გამოვიდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებმა ხო პირიქით იგი გააძლიერა. პირიქით ნავთობის ფასი აწია მაღლა შესაბამისად ხო? გარდა იმისა ბატონო კოტე ნახეთ ახლა თელმა ამ სანქციებმა ამ ომი რომელიც დაიწყო უკრაინაში და რომელიც ომის დაწყების ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი იყო მთლიანობაში ის ჩანაფიქრი რომელიც ჩანაფიქრით მას ჰქონდათ რომ რუსეთი დაიშლება და თელი სიმდიდრეები მათ ხელში აღმოჩნდებოდა ამან პირიქით იმუშავა პირიქით რუსეთმა უზარმაზარი სამხედრო მრეწველობები აამუშავა რომელიც მას გაჩერებული დაკონსერვებული ხოდა ხო აბსოლუტურად შესაბამისად დაიწყო შევსება და ჩანაცვლება ახალი ტექნიკის შეიარაღების ბაბათი მეცოს ის დაკონსერვებული საცავები რომ იყო იმ საბრძოლო მასალის ასევე ძიმე ტექნიკა რომელიც ფაქტიურად გაუნწლების მანძილზე ის გაუნწლებელი იყო ხო გამოიყვანა ის ნელ-ნელა გამოიყვანა და ამ ტექნიკით ომობს ჯერ ისევე ის და ამ ტექნიკას ეხლა უყურეთ კიდევ
მე იმ დღეს უსმენდი რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და საკმაოდ ისეთი რაღაც ესე იგი მართვადი ბომბების წარმოება დაიწყეს უკვე, რომელიც ძალიან იაფიჯდება. ფაუსზეა რუსებმა. ხო, რომელსაც აქვს თავისი ძრავი ბომბს. დიახ. გესმით? და ის მართვა შესაძლებელია და ნებისმიერ წერტილში და თან სერიულად ძალიან ადრე ის სერიულად ამის გამოშვება არ არის ძალიან ძვირი, მინდა გითხრა და ამის წარმოება სერიაში ჩაშვებულია, ხო? კიდევ ბატონ ტრისთან მინდა აქ თავშივე თქვა, აი ყველას რო ეგონა რუსეთი, რომ ფაქტიურად სანამ ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, რომ აი რუსეთი არაფრის მაქნისია, რუსეთს არ შეუძლია ამის კი, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული გამოგონებები, რომლის ექსპერიმენტალურ მოდელებსაც დღეს ეს ხო 1 და 2 დღის ნამუშევარი არა. ამაზე ხო წლები მუშაობა მიდიოდა, ხო? და ფაქტიურად ეს იარაღი, თანამედროვე იარაღი, რომელიც დღეს რუსეთს აქვს და საკმაოდ ძლიერი და ამით ფაქტიურად მათ შეერთებული შტატები შოქში ჩააგდეს. ეხლა ეს ბურევესნიკი რომელიც გამოცანეს ბატონო კოჭა. ეს ხო 2022 წლიდან ხო დაუწყეთ ამის გამოგონება. მაგაზე მაქვს მე საუბარი. ხო. ეს ხო წლებია რომ მუშაობს, კაცო. ეხლა ჩვენც ყავს შეერთებულ შტატებში ჩვენი კონტაქტები და რაღაცები და იქიდან ვიცით რომ ისინი როგორ აფასებენ. შოქში არიან, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ უკვე ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ რუსეთისთვის მათ მოუწევთ ანგარიშის კი ბატონო, გეთანხმებით. და მე მგონი ამან განაპირობა. ანგარიშის გაწევა. ამან განაპირობა. და ბევრ ეხლა კიდევ ახალ ამას იმას ვიხილავთ. აბსოლუტურად მართალი იყო ჩვენი პროგნოზები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით ბატონტრისთან ადრე, გახსოვთ, რომ ჩვენ ვიძახოდით, რომ მსოფლიო გადანაწილება და აი მსოფლიო გადანაწილებაში უდიდესი როლი ითამაშა როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე რუსეთმა დღესდღეობით, ხო? გამოჩნდა დღეს უკვე რუსეთი კარნახობს. ხო, და გამოჩნდა ერთი რამ, რომ ფაქტიურად მსოფლიო უბრუნდება იმ სტატუს კვოს, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, როდესაც ორპოლუსიანი სამყარო იყო. ხედავთ ნელა-ნელა ჩინეთი როგორ ჩაჩოჩდა. ჩინეთი ფაქტიურად ჩინეთმა იცის თავისი ადგილი ყოველთვის. კი. გესმით რაშია საქმე. მისთვის მთავარი არის ეკონომიკა, განვითარება და ასე შემდეგ. 500 წელია ქვეყანას არ უომია ჩინეთს. და ძირითადად ეხა რომელ ასე ჭკვატყოფელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ რუსეთს ომი დაუწყოს, ხო? ეს მარტო სააკაშვილეს მოძდით ხოლმე ეგეთი რაღაცები და რატომ მოძდის ამაზეც მაქვს პასუხი მე შესაბამისად რატომ მოვიდა, მაგრამ ამის ფაქტიურად აფიშირება დღეს არ მჭირდება, იმიტომ რომ უკვე შემდგარი ფაქტია ეს და არის თემები, რომელზედაც საუბარი საერთოდ არ ღირს ხოლმე, ხო? მაგრამ დასავლეთში ვიძახე მე, იმიტომ რომ მათ იმდენი სპეცსამსახური ყავთ, კაცო. დაზვერვა ყავთ შესაბამისი, ხო? მოდი მიექვსიო ცნობილი რომ ბრიტანელების დაზვერვა, BND, იგივე იმისი, რა ქვია, გერმანელების, იქ ფრანგების ჟანდარმერია, ჩემო ბატონო, აქეთ თურქების და ასე შემდეგ, ხო? იქით ამერიკის შეერთებული, იქით ისრაელის 8900 სპეცსამსახური, ხო? საკმაოდ ძლიერები, ხო? მათ უნდა ქონოდათ ამის შესახებ ინფორმაცია, რომ იქიდან სერიოზულ წინააღმდეგობას მიიღებდნენ. ესე იგი, მათი სადაზვერო საქმიანობა იმდენად ჩავარდნილი იყო ამ ხნის განმავლობაში. მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ. კი ბატონო. ეს რაზე მიანიშნებს? მათ უნდა ცოდნე. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რუსეთის სპეცსამსახურების სიძლიერეზე, მინდა გითხრა. კი ბატონო. და იმ დონის მე ამას იმ დონის გასაჯდომელი არავინ გაიგოს ისე რომ ჩვენ ვართ ან გამოვხატავთ რუსეთის მიმართ არა რა სიმართლეა ფაქტებს უწევ რა სიმართლეა იმას ბატონო ნახეთ ახლა ფაქტებიან გამომდინარე თქვენ რა მინდა გითხეთ თქვენ როგორც სპეცსამსახურების თანამშრომელი და ამ მიმართულებით დიდი საკავთ მუშაობა ჩატარებული თქვენ წარმოიდგინეთ იმ დონის გასაიდუმლებული მუშაობა მიდიოდა რუსეთში ბურავესნიკთან მიმართებაში ხო ეხლა რა ქვეყნების თქვენ დაასახელეთ ხო ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ
ვერცერთნაირი ტიპის ინფორმაცია ვერ მოიპოვა. აიგე კიდე ის ახალი რაკეტა. და იმ დონის ის იყო, შენი შეფუთული იყო და შენი გმული იყო ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა, ხო? ვერავინ ვერ გაიგო და ვერ. სადაზვერვო ცენტრებს არ ქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია. და ამბობენ რომ ეს ძლიერი სპეცსამსახურებია. იცით რა? ეს არ არის ძლიერი, კაცო. იცით რა არის ბატონ ტრისთან? რუსეთს არ უწევდნენ ანგარიშს რა. მოდი რა სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ეს არის უდიდესი პოტენციალის ქვეყანა, უდიდესი ასე ვთქვათ ტვინების ქვეყანა. ტვინების ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის მერე რამდენი რუსი მეცნიერი ყოფილი საბჭოთა მეცნიერი იქნა გაყვანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში. ამ კუთხით ესე ძალიან იმუშავეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ დაიცალა ფაქტიურად რუსეთი მაშინ იმიდან, რა ქვია, აი ამ ინტელექტუალური პოტენციალისგან, ხო? მაგრამ საბოლოო ჟამში იმდენად ძლიერია მისი საგანმანათლებლო სკოლა. და სხვათა შორის ბევრს გონიათ, რომ რუსულია ეს საგანმანათლებლო სისტემა არის ეს გერმანული სისტემაა. გერმანული სისტემაა ბატონ ტრისთან. ჩვენ საბჭოთა პერიოდში სწავლობდით ის განათლების შემოტანილი სისტემაა. ხო, რა თქმა უნდა, გერმანული სისტემაა, იგივე იმისი, რა ქვია, და საკმაოდ მოწინავე მინდა გითხრათ, მაგრამ აი ჩვენ აი ზოგს ეგონა თუ აი რუსეთის ასავი ჩვენ ახალგაზრდობასაც ისევ და აი რუსეთში რა უნდა ისწავლოს იქ ევროპაში, წავა და იქ რაღაცას და მე მინახია ევროპაში დამთავრებულები მაპატიეთ რა, ბევრი ისეთი აი ამ განსაკუთრებით აი ამ იმით რა ქვია მათემატიკის, ფიზიკის და რა დონე აქვს რა სერიოზულად ხო მინახია რუსეთში დამთავრებულები იგივე ხო რომელსაც საკმაოდ სერიოზული ჩვენმა მათემატიკოსებმა ჩვენმა ფიზიკოსებმა რა როგორი სკოლა ჰქონდა ფიზიკის და მათემატიკის გახსოვთ კამაროვის სახელობის მათემატიკის რა სკოლები იყო სკოლა საიდანაც ტვინები გამოდიოდა ტვინები ხო ერთ-ერთი ფუძემდებელი ვიყავით და ერთ-ერთი კომაროვი იყო წამყვანი კომაროვის სკოლა იყო წამყვანი საქართველოში მუსხელიშვილი ვეკუა ყავდა ქვეყანაში ხო ანდრია რაზმაძე ყავდა ქვეყანაში ხო გარდა ამისა კიდევ ბერიტაშვილი ყავდა ხო უდიდესი მეცნიერების და კორიფეები ყავდათ ფიზიკის დარგში სერიოზული ხალხი ყავდა ხო სერიოზული მეცნიერები ყავდა მეცნიერული სკოლა იყო შესაბამისი აი ეს მოშალა და ამათ ეგონათ რომ აი რუსეთი მოკვდა რუსეთის იმპერია დაიშალა მიადგა ჟანგიანი ისენი აქვს რა ქვია რაკეტები აქვს გამოდიოდნენ აქ ვიღაცეები ფეიკებზე გენერლის lichkებით და პოლკოვნიკის lichkებით და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩემთვის გასაგებია ისინი რატო აკეთებდნენ ამ განცხადებებს დღესაც აკეთებენ აგერ ჩვენ ზოგიერთი გენერალი ჩვენ ისა საქართველოში რომ არის ზოგიერთ სინკარებს რო ყიდდა და ჩანერგილები რო არის საქართველოში ჩანერგილების ეს ხომ მე კარგად ვიცი ნატოს სპეცსამსახურებელები ჩანერგილები რო არიან აი 13 წელი მარტო სამხედრო კომანდაზურობაში ვიმუშავე ბატონ ტრისთან და თქვენ ძალიან კარგად მოგიხსენებათ ყველა ვიცი და ყველას ბექგრაუნდი ვიცი დაწყებული აი ახალგაზრდობის წლებიდან დამთავრებული დღეს გენერლობამდე მისულებისაც და ბევრი ვიცი და ამიტომ ეს მათი განცხადებებიც ვიცი რატომ იყო განპირობებული და საიდან იყო ეს ყველაფერი წამოსული ხო ბატონო კოდე ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა ხო და ამიტომ მე კიდე ერთი სიტყვა მინდა ვთქვა ბატონ ტრისთან და მე ვფიქრობ კიდევ გავიმეორებ იმას რომ აი თქვენ სტუდიაში და არა მარტო თქვენ სტუდიაში ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს განცხადებები და თავის დროზე თქვით და რა პროგნოზის გაგვიკეთებია ხო ეს ყველა პროგნოზი აი დღეს ყოველდღიურად აგერ პირდაპირ ხედავთ გასული სიზუსტით არის აღდგენილი არა მარტო იმიტომ რომ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ ან მე ან ბატონ ტრისტანი ან ვინმე ჩვენთანგან ჩვენ გუნდის წევრები ხო ექსპერტები არაფერს უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ რეალურ ანალიზს იმ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყნობით, რა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყნობითაც შესაძლებელია რომ გაკეთდეს ეს ანალიზი, ხო და ვაკეთებთ შესაბამის პროგნოზებსაც. ეს ესეა ნამდვილად. მადლობა ბატონო კოტე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სწორი ანალიზისათვის, სწორი შეფასებებისათვის და მე მაინც მინდა რომ მოუწოდო კაცო აი ჩვენს ამ საქართველოში ამ ვაი ექსპერტებს და სამხედროებს, რომლებიც
დღესაც კიდევ საზოგადოებას არასწორი ინფორმაციით და არასწორი შეფასებებით კვებავენ და ატყუილებენ ხალხს. აღარ გინდათ რა დაანებეთ თავი ამ სისულელეებს, კაცო, ეხლა უკვე კი მართალია. ხალხს ყველაფერი სოციალური რა თქმა უნდა, სელი არსებობს, ყველაფერი არსებობს, ინფორმაცია არ იმალება და თქვენი იმით ანალიზის და თქვენი გათვლებით მოსკოვში იყავით, ჩასული უკვე და იმ კრებში დროშას აფრიალებთ. ახლა ყველაფერი შებრუნებით ხდება, ხო, უყურებთ, აგე ბიჭო. რა გინდათ ვერ გავიგე მეტი, ახლა ხედავთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჭკვიანად, რომ შემდეგი ჩვენ არ ვიყოთ რა ბატონ დრისთან. ის ხო, აბა რა კაცო, სიმართლე შეხედეთ, სწორად გააკეთეთ, სწორად შეაფასეთ ეს ყველაფერი და სისულელეებს ნუ უბრახუნებთ და ნუ ატყუილეთ ამ ხალხს, კაცო, რაღაცა სიმართლე უთხარით და სიმართლესთან იყავით ყოველთვის ახლოს. დადგა დრო რუსეთთან საუბრის. დადგა დრო. კიდე არაერთხელ მოუწოდა. არ აქამდე არ გამიკეთებია ეს მოწოდება. მოუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას. კი ბატონო, კი ბატონო. დიახ. თუმეტეს არის და იდგმება რუსეთისგან ნაბიჯების საუბარი წავიდა. ადრე ქონდა ჩვენ გადაცემა ბატონო ესა ბოდიში 1-2 წუთი საგართეთ. ადრე ქონდა ჩვენ გადაცემა საუბრობდით საზღვრების დემარკაცია დელიმიტიზაციის შესახებ, ხო? ჩვენ არ აგვაქვს დემარკირებული, დელიმიტირებული საზღვარი რუსეთთან. და აი ჩვენ თავრობას მოვწევთ. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ დავჯდეთ რუსეთთან და აქედან დავიწყოთ მოლაპარაკებები და გავხსნათ მოლაპარაკებები დემარკაცია დელიმიტიზაციის საკითხით, იგივე რუსეთთან მიმართებაში, ხო? ეს იქნება ხელშესახები წერტილი იმისათვის, რომ დაიწყოს და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და ასე შემდეგ. ასე რომ ძირფასო ხელისუფლებამ დღეს დიდი შანსები გვაქვს იმისა, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგეს და ამ რაღაც ნაბიჯების საფუძველზე ჩვენ საკეთილდღეოდ რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები წამოვიღოთ საქართველოსათვის, ჩვენი ხალხისათვის და ამიტომ დრო არის, რომ რაღაც ნურავით არ შეგვეშინდეს ამ ხელას ეწოლებსა დარტყმებს ვძლებთ და ამასაც უნდა გავუძლოთ ახლა ჩვენ და საქართველოსათვის და საქართველოს მოსახლეობისათვის და ტერიტორიების აღდგენისათვის საჭიროა პირდაპირ დიალოგში ჩაერთეთ რუსეთთან და ამ პირდაპირ დიალოგის საფუძველზე ამ ქვეყანაში რაღაცა სინათლე გამოჩნდეს იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწორი პოლიტიკური ცხოვრების გზით სიარული და ცხოვრება. დიდი მადლობა რომ გიყურებთ, კარგად ვზრდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.